ჯე ჩვენ კარებთან ისევ ძაღლმა მოფსა. დედა მაგ ძაღლმა ხო გადამიყოლა კიდე კაცო. სპეციალურად ამოდის მესამე სართულზე. მიფსავს კარებთან და მიდის მერე. ძილითაც მოფსა და მე გადავიდეთ ცხე ვაჭამე მე მაგ ძაღლს და ისე გავუშვი. აი რო აჭმევ მაგიტო მოდის რა. მაგაზეც ვეღარ ვფიქრობ უკვე სულ ეს ევროპა და რუსული კანონი მიტრიალებს თავში. ანასტასია რამე სიახლე ხო არ არის? მიტი სიახლე რაღა გინდა? გვინდა ევროპა და გახსნილი გვაქვს ფანჯარა ევროკავშირის შესასვლელად, მაგრამ ეს კანონი გვაფერხებს. ევროპელები ამბობენ ამას, თორემე კი არ ვიგონებ. 80%-ზე მე საქართველოში ევროკავშირის შესვლა უნდა. თან დამოუკიდებლობის დღე როა დღეს. ეგ დამოუკიდებლობა რო გიყვარს, მაგიტო გვინდა ევროპა, მაგიტო უნდა ავიმაღლოთ ხმა ყველა. თორემე მე ჯერ მეპარებ რომ გაგათ იქნება ყველაფერი. უბრალოდ უნდა გავუძლოთ ახლა ყველა ამ რაღაცა რთულ პერიოდს. ჯე მეც რთული პერიოდი მაქვს. ყველა საგანში მაქვს დასაწერი დავალება და სამი შემაჯამებელი კიდე. ამის პრობლემები მომცა რა. აქციაზე კიდე უნდა გავიდეთ ლიადიდე და გამოკვევი. ოღონდ ის ბლინები უნდა წამოიღო უეჭველი. აუ ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ ამ მოვლენებმა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად გვაქცია, გაგვაერთიანა. აი ეგ სამოქალაქო საზოგადოებაა და მედია, რომელიც ყოლობდაც მე შევასრულოთ ის 9 მითითება და შევიდეთ ევროკავშირში ახლა. მე წავიცი ახლა მეც ბლინებს გავაკეთებ რეცეპციის 9 მითითებით. ანასტასია ძალიან კარგი ყავა იყო, პროფესიონალი ხარ. ეხნით ჩვენ ქვეყანასაც შეესრულებინა ეგ დროულად. არა უშავს ყველაფერს თავისით რო თავი რო სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერი კარგად იქნება. შემაჯამებლები თუ ვერ დავწერე ვერ იქნება ყველაფერი კარგად. ის ბავშვი გააჩუმეთ. ჯე შეხედე მთვრალი კაცი ამოვიდა. ნანი. გზავრობა რა ღერს. ერთი ლარი. დიდი მადლობა ქალბატონო. რას გამოველაპარაკე მაგარი ვარ მეც რა. ჯე შეხედე როგორ კოჭაობს, ბარათი ვერ დაუმიზნა რომ გადაიხაჯოს. ტიტრა სუნია მოიტანა. ფანჯრები გამოაღეთ რა. აქ მოსვლა არის სასჯელი. სხვას დიახში ნუ დაჭდებით ქალბატონო. თქვენი სახელი? როზა. ქალბატონო როზა. ვარდივით ქალებრძანდებით და ქარმა ფურცლები არ გაგაყრებინოთ. დიღომში შენ მიდიხარ ხო პატარა ბიჭი? ეს მშვენიერი ქალბატონი. რა იყო ქალბატონო რამ გაგაბრაზად? ვარდივით ქალებრძანდებით და თქვენც არ გაყაროთ ფურცლების შემთხვევით. გამეცალე ახლა ერთ შენი ჭირი მე რა. ფურცლები არ ვიცი და კბილებს ნამდვილად გაყრე ჩათასო მოვკიდე ხელი ახლა. გამარჯობა ქალბატონო, რა მოხდა ადგილზე რომ გითხრათ? რა მოხდა ჩემო კარგო და იმ მთვალ მამაკაცმა შეაწუხა ეს ლურჯიანი ქალბატონი ამანაც რო ვეღარ მოიტყნა შემოარტყა ჩანთა საყიში. გაყარე იმ საწოდაო კბილები და გვისაგერ ახლა მეიზოვი. აი კიდე ერთი ცალი. აი ის ღიჭი კბილი. მე სტომატოლოგი ვარ და ვერკვევი. ანასტასია მეტროსთან მომაკითხე რა პოლიციამ დაიჭირა დედა. რატო და ვიღაც კაც კბილები გადმოაყრევინა. ანასტასია ვასოს ფუტკარმა უკმინე და სახე დაუსივდა ექიმები იყვნენ ეზოში მოსულები. ალერგია ქონდა ალბათ და მაგიტო. ერთხელ ჩვენი კლასელი ოქროშვილიც დასივდა ეგრე, მაგრამ ჩვენი ვერ გავიგეთ მაგასაც ფუტკარმა უკმინა თუ უბრალოდ ფილერზე ქონდა ალერგია. ხო ეგ სავარაუდოდ ჭარბი ფილერის გამო მოუვიდა. დედა სად არის საჭმელს გავაკეთებოდა სულ გაქრა. აზია რო ვარ, მე მგონი მაღაზიაში ჩავიდა. აუ მე ძამშია. მე ჩამოთახში ვიქნები. ამერიკაში ჟალატაში დაგვიტოვე რა. აი შეგარგუსთიკ. ძალიან უხარია ხოლმე ამერიკოს აქ რომ მოდიხარ. მოვედი, დედა ისეთი ამბავი იყო ეზოში, ბავშვისთვის უკმენია რაღაცა კრაზანას დასივდაო და მეთქე ამერიკოს ხარ დაემართა რაღაცა თქო და თქვენს მერე ვასო იყო და დამშვიდდი. ოინგედი და კიდე იცით ვინ გასივდა, აღენდ ბოღმით. ლეკიშვილის მშობელი, ამერიკა დეიდა. გუშინ საღამოს დაგინახა თქვენი მანქანით და დაიბოღმა. დედა გუშინ საერთოდ არ გავსულარ კაცო მანქანით, სადამინახანეთ. ვინმე სხვა შეაერეოდი უეჭველი. თიკურაშუთ მოხვიდი უკვე. კაი ჩამოვდივარ, ოღონდ რომ დამინახავ წივილიერად ხო? მანქანის გასაღები მოპარე ინგას. კაი. აი მე პოლიციამ გამაჩერა რა, ახლა გადავრჩებოდენ ნეტა რა დავარღვიე. დიეტა რო დაარღვიე, მაგიტო ხარ გაგაჩერა. წვადი რო ჭამე გუშინ საღამოს. აი მე ჯუმათ იყავი ახლა. წითელზე ხარ გავიარე ნეტა. გამარჯობა, ოფიცერი კვირიკაშვილი, თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ეხლავე. აი ინებეთ რა დავარღვიე თუ ნებას მომცემთ რომ ვიკითხო. რა არა ქალბატონო, რაები. წითელზე ხო გაიარეთ თავიდან, ორმაგი ღერძულა ხო გადაკვეთეთ და ზოლიდან ზოლში გადასვლას ციმციმას არ თავდით. და კიდე ზებრაზე ყავდა წეგან დაპარკინგებული მანქანა უკან აფციაკთან.
გეტყვით ახლა რატო ვიყავით აფთიაქში? ჩემი შვილი ეს მიმყავს ექიმთან სასწრაფოდ რაღაცა გულის წასვლები დაჩემდა ბავშვს. გულის წასვლები მეთქი. ვაიმე, აი კიდე წაუვიდა. გული რანაირად წაუვიდა, ქალბატონო, მაგ რაღაცას ჭამს, აი დააკვირდით, ღეჭავს კიდეც. აი, კი არ დამირტყამს, ასე ვაფხიზლებ ხოლმე გული რომ ისდის. კარგით, დავბრუნდები ახლავე. ამერიდან დაბრძანდები ხოლმე უკან. წინ დაჯდომას ვეღარ ეხირსები შენ. აუ რა კინჯა, მე რომ დამეშავებინა, შეკეგა გაჩერებდა პოლიცია. აი ეს თქვენი საბუთები. რა ხდება აქ? ქალბატონო, ბავშვს რატო ურტყავთ? ვაიმე, კი არ ურტყავ, ზელატოსი გადაცდა ბავშვს. ამოისუნთქე? ხო, შენი ბრალია რო გადამცა, რო დამემუქრელა მის გავიკუჭე. გარგარში მატლი ვიპოვე. და რა მატლი იპოვე, მარიკო არ გამაგიშობ, ოქროსავით გარგარი ვიყიდე. ვიპოვე, შეხედე. ოღონდ ნახევარი მატლია და მეორე ნახევარი სად არის? შენ კუჩში. ალბათ ნახევარი გადაყლაპი უკვე რო ჭამდი. ფუ, მატლი გადავყლაპე? დი რა ვქნა? მედი სოდიანი წყალდალია და თუ რამე ცუდი იქნება მოკლავს. რა ვიცი მისეთი მწიფე შემოხდა. იქნებ საერთოდ არ იყო იქ მატლი ცუდი. იქნებ კეთილი იყო. ნუ ლაპარაკობს სულელებს ერთ შენი ჭირიმე რა. კეთილი მატლის ადგინახია, ვერ გავიგე. მე სხვა გარგარს აღარ შევჭამ. იმაშიც რომ მატლი იყოს. რაში უნდა იყოს ბიჭო, მატლი 5 ლარი გადავიხადა 1 კილოში. სუჭიანი გარგარი მიყიდი. გარგარის გამყიდველი ხვალ ცუდღეში აღმოჩნდება. სკანდალი რო დაატყდება თავს. და ვინ შეჭამს ახლა ამას? ინგა. მოდი ლია, აქეთ ვართ. დაიმე, ისეთი გარგარი უნდა გაჭამო ოქროსავით, დაჯექი. გოგო, მიწის რა იგრძენი გუში? რაღაც ისე შემატორტმანა მეც, ხო? მე მგონი რომ ვერ ვიგრძენი, მაგრამ ძილეთ რო შევედი Facebook-ზე ყველა იმას წერ და მიწაინძრაო. ისე შეეშინდა გუშინ დიაჩემს რომ წამალსვავდა. კი არ შემეშინდა, გითხრა ეხლა რა მოხდა. გუშინ რო შემაქანა ამ მიწის ძრა, მეთქი ისე წნევა მიწია თქო გოგო და გამოსული ვიყავი, კაპტოპრილი უნდა დამელია. მე გამოვარდა ეს ვაჟბატონიც და დედა ყანყალებდი საწოლში და მივხვდი რაც ხდებოდა. ძე, გახსოვს ერთხელ რომ მოხდა მიწის ძრა და მე რომ მატრასის ქვეშ ვიყავი ჩავარდნილი საწოლში. და რაც მე ეს ვეძებე გოგო, მაშინ მეთქი მიწამ ჩაყლაპა ბავშვი და ეგ არის თქო და თურმე საწოლს ჩაუკლაპია. რუსეთში რო ვცხოვრობდი სამწუხაროდ ერთხელ იქაც ეძრა მიწა, მაგრამ იქ არავის გაკვირვები, ეგ ქვეყანა ხო ისედაც შენ შერყეულია. ლიადი და კიდე იცი, გუში რომ მიწის ძრა მოხდა, და ჩემი პიჟამოებით გამოვარდა ოთახიდან და გამოხეული ქონდა უკან შარვალი. და ბრევს ლაპარაკო ბიჭო, რა გახეული, სტილია ეგეთი კაცო. სტილი თანაირად არის უკვე. აბა, მოგეჩვენები იცოდე. დროზე. აუ ირაკლის დაბადების დღე მოდის ხო გახსოვთ, საჩუქარ გვაქვს მოსაფიქრებელი. სად მე გაიპარება იმედია წილსაც. აუ ძალიან გთხოვთ შარშანდელი არ გამახსენოთ. რა ტიპს სახში რო დავადეკი და თვითონ რო არისო. დეგენერატ მოკროაშულმა მერეკი და მე ჩამაყოფინა ტორჩი თავი. ორი დღე ნესტობიდან კრემს ვიცხლიდი. ნიკასთან და სოფიკოსთან ერთად დატყდება ისევ სადღაც და მე მგონი რომ საერთოდ არღებს არაფერს ყიდვა. სახში დადგომა ხო მით უმეტეს. ან შეგვიძლია რომ ტორტი ვიყიდოთ და ჩვენ ვჭამოთ. ტორტზე მეტად ამსაყვაროში მხოლოდ ძილი მიყვარს. აუ ოქროაშულის თორი ნახეთ? მანქანაში რეჯის და ვიღაც ბიჭ სამის ბაყობზე რო უდევს ხელი. იცით რა მინდა მიმეწერა? ცელულიტის მასაჟები თუ გინდა სალონში იარეთ, ხო? და მე გადაიფიქრე, ხო თმებითრეები რო გაგახსენდა. გახსოვს ორი დღე ყბარო გტკიოდა მაგ ჩხობის მერე და მარტო პიურე რო გეჭმეოდა. ხო, კარგად მახსოვს რომ მოვინახულეთ ტორტი მიუტანეთ თეკლასაც, მაგრამ არ ეჭმეოდა და ისევ მე შევჭამე. სპეციალურად ვქენი. აუ, ნიკას მივწერე, ხო იცით, რა შევით ირაკლის დაფთხეზე თქო და ჯერ არ მოუწერია. დილით მიწერე შენს? არა, ეხლა 40 წამის წინ და ტიპი მაიგნორებს. აუ, მაია მასწავლებლების დაბადების დღეს როაზე ეგრამე უნდა უყიდოთ უეჭველი როგორ უყარვართ ჩვენ სამი. მე ვიფიქრე უკვე მაგას და ძალიან მაგარი შარფი ვნახე ერთ-ერთ გვერდზე. დაიცე დასკრინული მაგ. აი. ის რა არის? უგიმონოების გვერდი დასაჭი თუ სად მიაგინი ამას? არ მოგწერე შენ ნიკა? არა და იმედი გადამეწურა უკვე. აუ, მაია მასწავლებელი შეგვიძლია რომ ტორტით დავადგით ღამე. მაია მასწავლებელი ალერგიული კრემზე და ძალიან გაგეთიცი ეგ მე მგონი შენც, ხო? ხო, რავი. დიანა და მასწავლებელმა რაბატში მივდივართ ექსკურსიაზეო და 60 ლარს აგროვებენ კლასელები. როგორ მეზარება ახლა ეს ექსკურსიები და ხაჭაპურის ცხობები რა. დამაცადე ცოტა ხანი სიას ვწერ. მოღალატეების სიას წერ თუ საყიდლების? აჰა.
საყიდლების ოღონდ წიგნების, ხო? ხვალ იწყება წიგნის ფესტივალი, 2 ივნისის ჩათვლით იქნება და რომელიმე დღეს უნდა მივიდე. ჩემი კლასის მშობლების კრება რო ახონმე იქ არ მოდიხარ და მან დასარჩევად გაქვს საქმე. შემიდა რა ახლა წიგნის ფესტივალი მშობლების კრებას რა. თანამისი კლასის მშობლები რო აყანდებიან ხოლმე ერთმანეთის ხმებს ფარავენ და სად ახლა წიგნის ფესტივალი რაღაცა კულტურული მრავალფეროვანი და რაღაცა ისეთია. ჩემ თანამშრომლის აქ დაბადების დღე ამ კვირაში. ხوار წამოვიდი 1-2 წიგნი უყიდო, კაი ფასები იქნება? მაგისთვის არის გოგო, ფაზაკლებებია ყველაფერზე. თან როგორც გავიგე რაღაცა ღონისძიებებიც იქნება შეხვედრები და ისე დავმთხვიოთ მივიდეთ, ხო? ომარიკო, მან რო დავდე ფურცელი წიგნების სია, ნახე. მიმიწერე გაბრიელ გარსია მარკესი. კესი. მივაწერი. თევზაობაც იქნება იმ ფესტივალზე? რა თევზაობა, ომარიკო, რეებს ბოდიალო, კაცო. შეხედე რა დაუწერია. გაბრიელ გარსია ანკესი. ჩატოვებდნენ ერთი მაკლასში რა. მირამ ნახე შეხედე, ბევრი ინფლუენსერი იქნებაო, მსახიობებიც, დაიცა. თიგრავა ხარაშვები. გოგო ამ დღეებში ხوار გავიდეთ ექსპო ჯორჯიაში წიგნის ფესტივალზე, მსახიობებიც იქნებიანო. არა გოგო რა ტიმოთი შალამი, ქართველები. შემიშვიდა. შენი დაქალები კიდე. ერთი წიგნი რო გადააშლებინო არ გინდა. თიკლე მერთხელ გითხრა წიგნის ფურცლებზე მაქვს ალერგია და მაგით ვერ გითხულობ წიგნებსო. მაგის მერე მაგ თემაზე აღარ გვისაუბრია. ამ ზაფხულს რა უნდა ვქნათ? რა ვიცი ომარიკო, ჯერ ვიქნებით ახლა თბილისში და მერე სოფელში წავალთ ბებოსთან. შენი და რო დაასრულებს გამოცდებს. თუ შენი და პირიქით არ დაასრულა გამოცდებმა, სრული კოშმარი მეწყება. და ლევანიძიასთან არ წავალ ზესტაფონში? ფეროს ქარხანასთან წაგიყვანოო შენ პირდა. რა ვიცი, კი შეიძლება ისე ზესტაფონში წასვლაც. თათიაც იქ იქნება, მარია გერაბიტურიენტი ხდება, ხო, რაღაც მასწავლებელს ეძებენ რომ მოამზადონ ბავშვი. იქ აბარებს რა ქვია, იურიდიულზე, ხო? ხო, მიურჩი სამოქალაქო ჩაბარი მეთქი ძალიან გამოგადგება. თან მაგარი მასწავლებელი გავუჩნდე ძალიან, სანდრო. სანდრო ვინ არის? სანდრო მე ვარ. თუ აბიტურიენტი ხარ და ეძებ სამოქალაქოს მასწავლებელს, შეგიძლია რომ ჩემთან ჩაეწერო მოსამზადებელ კურსზე. ინსტაგრამზე გელოდები. მე არ ვიცნობ. რა შეიძლება რომ იცოდე ვიდეოებს იღებს ხოლმე. ეხლა დაპოსტე ინსტაგრამზე რომ მოსწავლეებს იღებს სამოქალაქოშიო. ნიტე ეხლა ვაპარებდი. შედა ჩასაბარებელი აქ ისააბარე ჯერ. მომისმინე ომარიკო მიდი ქვემოთ ჩაერბინე მაღაზიაში, ნაყინები ამოიტანე, კაიცი ყავას გავაკეთებ. თუ ისე გუშინდელი ვით უნდა გააკეთე, როგორც შენ უწოდებ, ცივი ყავა, მაშინ საერთოდ ნუ გააკეთებ. ცივი იყო მარტო იქ ყავა არა. რა გინდა გოგო, რა დაუწუნა, ვერ გავიგე ისე გამაგრილა გუში. რადა ნაყინი აკლდა. 3 ჭიქა ყავა გააკეთე, ეს ჭიქის ნაყინი და არ იყო. იცი როგორ იგი მოგქონდა? ყავის დალევას რო დაამთავრებ, რაც რჩება ჭიქაში. იმაში რო წყალი გამოავლო და დალიო. რა არის ახლა ვითომ რატო არ მოგეწონათ? არაფრის გიმორა აქ. წამოდი ომარიკო. რა არის მართლა რა გავაკეთეს? მასლოკინებს. რატო ომარიკო? ვიდი დალიე წყალი და გიშველის. 4 ჭიქა წყალი დავლიე და არ მიშველა. იგი უნასლოკინო იხლა? აბა რა უკნა. მიდი აბა დალიე კიდე ერთი ჭიქა. ანასტასია მომისმინებ, რომ ასლოკინებს ადამიანს რაღაცაზე ყურადღება უნდა გადაატანინო. მირეს გადავატანინო ყურადღება ახლა. ნოვატორში რეგისტრაცია დაიწყო, მაგაზე რო ვიბაზრო, გრაფიკულ დიზაინზე და ეკითებზე. არა, ნოვატორი კი არა, უნდა მოატყუო რაღაცა, რომ ყურადღება გადაიტანოს ადამიანმა. დავლიე და გამიარა მე მგონი. ფუშე. მომისმინე შენ, მე რაღაცა გავიგე ბავშვებზე, ეზოში რო თამაშობთ ხოლმე. დასი ამბობ. იმას თუ გულისხმობ, ნუცამ რომ მოხლები გადაიწყავა, მე არ მიკრია ხელი თვითონ წაიქცა. არა, ეგ არა კაცო. ასე მომიტანა ჩიტმა ამბავი, რომ კატა დაუჭერიათ ბავშვებსო. ომარიკოც იყო და უწვალებიათო. არ არის ეგ მართალი. როგორ არა, რატო იტყუები ახლა? ხო იცი რომ დაქში და ტელეფონით გადაუღიათ კიდე ფოტოები ნაწვალებ კატაზეო. გამოიტანე მიდი ახლა შენი ტელეფონი. შემეწოდა ეხლა ასე რომ ვაბრალებ ტყუილად. კაი ხო, მართლა დავიჭირეთ კატა, მაგრამ მე არ მიწვალებია, სხვებმა აწვალეს და სახლი დაუნგრიეს. გონი ჯობდა ნოვატორზე გვეთქვა და არა კატაზე. მიეხმარე მიდი ხო? თია რა ვახარ? გოგო კატის ბუნაკს ვაშენებინებ ბავშვებს დაუმტრევიათ გუშინ და დააჭერე მიდი ომარიკო ეხლა ლურსმანი.
თიჩი ჩავერწყი. ღირსი ხარ. ომარიკო კურიერი უნდა მოვიდეს და ყურადღებით იყავი კარებზე. რა გამოიძახი ხინგა ბურგერი? რა კურიერს ელოდები? რა ბურგერი კაცო, ომარიკოსთვის გამოვიძახე სასაფლაო საკითხავი წიგნები. უნდა მომიტანო. დი სოფერში რო წავალ შეიძლება იქაც წამოვიღო ეგ წიგნები? მოიცადეთ პარალელურ სამყაროში გავიღვიძი? როდის შეგიყვარდა შენ წიგნები დაკითხვა? მე უკვე ჭამსოიერი წავიკითხე და პეპი გზელი წინდა. შენ ბანძი რო ხარ არაფერს არ გითხულობ. მოდივარ. ბანძი მიწოდა? როგორ ჩანს ვიღაცას ხალი ჩოზეთრება მოინადრა. აბა ეხლა. იმის არ იყოს იმ დროს რომ გადამალე ბავშვი. იმდენი ვეძები და საწყალი საწოლის ქვეშ იყო გაკოჭილი. დი შეხედე მოვიდა ორივე წიგნი კურიერმა მითხრა რომ კაი ბიჭი ხარ რო კითხულობ. ხო, ნუ ახლა ომარიკო შეგატყო შუბზე მკითხველი რო ხარ. ანუ უბრალოდ იმით მივხვდი რომ წიგნები მოუდანა. თვითონ. მაჩვენი აბა ერთი რა მოგიტანეს. დედა. ოი, რამდენი მოთხრობები ყოფილა შიგნით. ქარჩხაზის გამომცემლობის ახალი წიგნებია ესენი, ხო იცი, ფასდაკლება იყო, ორივეში გადავიხადე რამდენი? 20 ლარი, ხო, ფასდაკლებით. დი შეხედე რა წერია ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია. და მეორეს მსოფლიო საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია. დი ანთოლოგია რა არის? ანთოლოგია არის ომარიკო აი რაღაცა ერთად როა თავმოყრილი ეს ისინი, რა ქვია, რაღაცა ერთგვარი კრებული. და კრებული რა არის? აი მე ცოტა ხანი დამასვენე ომარიკო რა, მე ვკითხულობ რაღაც ესეთი დაძაბული მომენტია წიგნში. აუ ომარიკო შეგიძლია რომ წყალი მომიტანო? წყალი თუ არიცი გეტყვი რა არის? ერთგვარი სითხე რომელიც ონკანიდან მოედინება. ომარიკო ცხოვრებით კმაყოფილი ხარ? რა ვიცი, დედა რო ფულს მაძლევს ხოლმე იმ დღეებში კი და დანარჩენებში ისე რა. დი შეკმაყოფილი ხარ? შეხედე ბასახიც რა ეტყობა მაგას მოყოფილების. დამაცადე კაცო ფიქრებში წავედი ერთი. იმას ვიხსენებდი ახლა უცხონებული ბაბუაჩემი რამდენი წლის იყო რომ გარდაიცვალა მეთქი და 47-ის იყო, ხო და ბაბუაჩემი 47-ის გარდაიცვალა. უცხონებული მამაჩემი 47-ის გარდაიცვალა და რა ვიცი იმის შემეშინდა ახლა მაგათაც არ გავუდგენეც მეთქი. ჩვენ ქვეყანაში ისეთი ფიქრება 47-ით ძალიან ბევრია მე მგონი, მაგრამ ევროპის ქვეყნებს შეხედო იქ ბევრად მაღალია ბედნიერების ინდექსი, რომლის შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა ჩანსახის ცოცხლის ხანგრძლივობა. ანუ ევროპაში უფრო დიდ ხანს ცოცხლობს ხალხი? და ევროპაში რო წავიდეთ იქ უფრო გვიან მოვკვდებით? აუ ის ბავშვი თავისი დასკვნებით. უბრალოდ იმას მომბობ რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების უკეთესი პირობებია. მაგიტო ცხოვრობს ის ხალხი ბედნიერად და დიდ ხანს. კიდე იცი რას დააკვირდე ნინგა? აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც 2004 წლიდან შეუერთდნენ ევროკავშირსო, ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსი გაიზარდა 68%-დან 99-მდე. აზრი ხარ? მაგიტო აი შრომებენ ევროპელები და უფასდებათ, მაშინაც და მერეც სიბერეში. რამდენჯერ დაგინახავთ ხოლმე ეს ევროპელებები ბაბუები, ხელიხე ჩაკეტებულები რო დადიან თბილისის ქუჩებში. აბა საწყალებებია თქვენი 64 წელს ხდება ქალი და ხვანკიც ვერ გაცდა. ამის ჭკუიდან შეიშალოს იქ მარტოობით. ხო აი ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო ვიყოთ, უფრო დიდი ყურადღება დაეთმობოდა მენტალურ ჯანმრთელობასაც. შარშან ევროკავშირი მარტო ამის ხელშესაწყობად გამოყო მილიარდ ევროზე მეტი. ბებოც აღარ შეიშლებოდა ჭკუიდან. დი ბებო რეკავს ზუსტად შენ ტელეფონზე. ხო ბებო. კარგად შე როგორ ხარ? ბებო შენ მართლა ჭკუიდან შეიშალე? რა ვიცი, დედამ და ანასტასიამ ასე თქვეს. ბებო. დი გათიშა. ინგა წყალი დაწყდა, მაგრამ კიდე კაი რო ბანაობა მოვასწარი. ვაიმე რა გაქვნა, დასალევი წყალიც არ ამივსია, როდის მოვაკიდე კაცმა არ იცის, დედა. დი შევჭამე საჭმელი გემრიელი იყო. მოგეწონა. შეხედე როგორ დამიტოვა თებში. მიდი ახლა ეს პურით მოიწე. წყალი არერთან ვერ გავრიცხავ და გამოიყენებ მე მეორეთაც. აუ წყალი რომ მინდა ახლა რა გავაკეთო, ვერ დავლევ. წყალი დაწყდა. მაგაზე კიდე წაღავნა გიფიქრა. რო შეგიშვა იმ გამეზოში და რო ტიროდი მთელი დილა. შეგეგროვებინა წრემლები და გექნებოდა ახლა წყალი. აი მე რამე მოვიფიქროთ რა. თან კაცო ამ სიცხეში ადამიანს წყალი რო არ გექნება, სასიკვდილოდ ხარ განწირული და ეგ არის. ხუთიკ. არც ეგ არ არის წყალი, როგორ დაგაბანინო? ომარიკო თეკლამ ნოვატორში სწავლობდა რამე წყლის მომყვანი ტექნოლოგია არა სწავლისო? არა. არაო. გოგო ნახე როგორ ნახდა რეგისტრაციები ისე ნოვატორში? ადგილები შეზღუდულიაო. წყლის მიწოდება შეზღუდული როათან. ვაიმე ერთი ბოთლი წყალი ვიპოვე ანასტასია ბუქოთემთან მედო თურმე ყვავილებს რო ვწყავ ხოლმე. გამოვიზოგოთ რა. დი ტუალეტი როგორ ჩავრეცხო? გააჩნია რისი ჩარეცხვა გინდა ახლა შე. მერასუნი. გამომართვა წაიღე ჩაასხიმთლიანად. თეკლას კორპუსში არ ყოფილა წყალი. არ და პაიმანზე მიდიოდა დღეს. წუნდეს მან ჯოლობის ქუჩი დაიბანდა თავს.
დედა მარკეტშიც რომ ვერ ჩავალ ქვემოთ, ვის დამენახო ასეთ ფორმაში კაც. ვერც მიჩავალ სვედით მიდი. დავხოცილ ვარ თვაში მწყურვალები და ეთყოფილა. რა ხდება რა თუ ატირებ? მიდი იტირე კიდე რა. რა ვიცი როცა საჭირო არ არის მოაყებ ხოლმე პირს და მიდი. რა აღარ შეგიძლია ვერ გავიგე. ეხ ეს ვინმეს ეყოფა? გამაგებინეთ ვინმეს ეყოფა? მოვიტანოთ წაკა კიდე. ამ თევს არ შევჭამე, თვალები აქვს გახელილი. ამისი პრეტენზიები რა. თვალდახუთული თევზი საიდან მოგიყვანო ახლა ვერ გავიგე. აუ რა არის ეს რა ნირიგი მოაგ? მეორადებში იყიდე? ესე იგი რა. ესეთი რაღაცა უნდა თქვა საჭმელზე, როგორ შეიძლება? გუშინ წინ ცალცილკმენანო ბანანები რომ მოიტანა, იმაზე რომ თქვი ამას თავმოყარი მაიმუნიც არ შეჭამსო. დედა ეგ ისეთი მკვახე ბანანი იყო, ხორცისდანი დავჭერე რო არ ეკბიჭებოდა. მოკლედ ეს თევზი არ იჭმება. რამის სხვა მოსაფიქრებელი რომ შვირები დავჭებით დღეს. და ეს თევზი ჩვენით მიყურებს. I'm just a friend. თქვენი ხუმრეთ და ისეთი კარგია თევზი მხედველობისთვის, გატენილია A ვიტამინით. თევზებს კაი მხედველობა რო აქვს, იმიტომ აქვს გახელილი თვალები? ხო, და შეხედე ამ თევზს აქვს ცისფერი თვალები. ალბათ თავისუფლად სიმპათიურიც იქნებოდა. როგორ უნდა მიხვდე, თევზი მწკვარელია თუ არა? რა მწკვარელი, ბიჭო? ანუ მტკვარში დაიჭირეს თუ სხვაგან? არ ვიცი ახლა მაგას ეგრე ვერ გაიგებ. დედა ესამდენი თევზი თქვენ თუ არ ჭამთ და მე უნდა შევჭამო, გამომივალ აყუჩები და ეგ იქნება. ხო, ანუ უკეთ შემთხვევაში ქალთევზად გადაიქცევი. აულებაში რო გადიხარ ხოლმე ჩახტები მტკვარში და გაყვები. ბენზინის ფული ზოგება მაგ დროს ძალიან მაგრა. ზუსტად ეგრე იყო ჩემი კლასელი სალომე ფურცელაძის დედა. მტკვარში გადაიქცა ქალთევზად და სალომე ამბობს ხოლმე. ნუ ეხლა ეგ ნაწილობრივ არაა მართალი. ხა მტკვარი ხო, მაგრამ თავი მოიგლა მაგ.